ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში გახდა ლეგენდა. ლეგენდა ზღვის ქვეშეთიდან. ჩრდილოეთში ჩაიყვინთა და წყნარ ოკეანეში ამოყვინთა, ისე რომ ვერც ერთმა ამერიკული ზდაზვერის ხომალდმა ვერ აღმოაჩინა. ეს იყო პირველი ხომალდი მსოფლიო მასშტაბით, რომელსაც გააკეთა წრე და არტყა ყველა ოკეანეს უჩინარის ქუდით. გიგანტური უჩინ-მაჩინი წყალქვეშ. მე სადაც მსახურობდი 650 მეტრის სიღრმეზე ვიყავი წყალქვეშ. არავის არ აქვს ესეთი თანასწორება სიკვდილის წინ, როგორც წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს. ან ყველა გადარჩება, ან ყველა დაიღუპება. ოქროს თევზის სამედიცინო სამსახურის უფროსი გახდით. წყალქვეშა ხომალდის, რომელიც ისტორიულია დღეს და მუზეუმში დგას პეტერბურგში. ორი აპენდექტომის ოპერაცია გავაკეთეთ წყალქვეშა გემზე. მაგელანის მარშრუტით მე-20 საუკუნის მიწურულს. და მოვიდა წყალქვეშა ნავიდან იცით რა თქვა. კიდე ერთხელ კოსმოსში გავფრინდები. ოხონდ წყალქვეშა ნავში აღარ ჩავა. და გამოყვეს განსაკუთრებულად წყალქვეშა ხომალდებისთვის სამედიცინო პერსონალის მომზადება. ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ეს საბუთები იყო საიდუმლო, სრულიად საიდუმლო და პრაქტიკულად მოვიპარე. გამხელილი საიდუმლოებების ქრონიკა ზღვის ქვეშეთიდან და ზღვისპირა აფხაზეთიდან. მოიყვანეს 180 ადამიანი, ხომალდი ძლივს გავიდა ფრთაზე და გავიდნენ. ჩვენი გამოცდილება 97 წელს ჩვენ გერმანიაში ვიმყოფებოდით და ევაკუაციის საკითხები, რაც ომში გაკეთდა ჩვენს მიერ საქართველოში. ეს იქ სასწავლო წიგნად დაიდო. პროფესიონალიზმი როგორც პატრიოტიზმი. რაღაც შემძელით ამ ქვეყნის მე და ჩემმა კოლეგებმა რაც ომი გადადგა საქართველოს. ამას ქვია უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი. თქვენი ეთერიდან ბოდიშუფლი ყველას ვისი შვილიც ვარ გამარჯვეთ. ნახეთ, ეკა ხითარიშვილის დოკუმენტური ფილმი მედიცინა წყალქვეშ. უნიკალური სამედიცინო ისტორიები წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრებისგან. კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.